გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის არხი ჯერ სახელი არ მომიფიქრებია და მე ვარ ლუკა. დღეს რაც შეეხება ვიღებთ საინტერესო რაღაც. ესე იგი, სახლის პირობებში, აპოკალიფსი რო დაიწყოს და რო დაგჭირდეს იარაღი, რომელიც იქნება ჩუმი და ასე თუ ისე ლეტალური. ნუ რამდენად ლეტალური გამოვა, მაგას ბოლოს ვნახავთ. ნუ რამდენად ლეტალური იქნება, მაგას ვიდეოს ბოლოს გავიგებთ. ეხლა ისე ვაკეთებთ აი ესეთი ტრუბებისგან რა. ამას ისე გავაკეთებთ, რომ ამაში დაგროვდება წნევა, მე აი ამ გახსნელით, მე აი ესე იგი ისე ვაკეთებთ, რომ აი ამაში დაგროვდება წნევა, ამას ისე გადავაკეთებთ, როცა და კონტაქტს გავდეს და იარაღებს ლადესე უშნო არ იყოს. ეს იქნება ლულა, ხელის მოსაკიდიც ამაზე იქნება და აი ეს იქნება გამხსნელი, რომელიც აი ამ დაგროվել ჰაერს გაუშვებს აი ამ ლულაში და მე ვისვრით. ეხლა ბევრი რო არ ვილაპარაკო წინასწარ და ისე აზრი არ გქონდეს მაინც აგვირ გაიგებ და ვერც მე ვიგებ ეხლა სიმართლე გითხრათ, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, მაგრამ მივყვეთ დინებას და ვნახოთ რა გამოვა. დავიწყოთ კეთება. ლაიქი არ დაგავიწყდეს. აქ ხრინჯობებს ვაკეთებ. კაი, ესე იგი ვიწყებთ ახლა და ბევრი რო არ ვიმოიმუნოთ, დავიწყოთ ნელა განლაგება. ესე იგი მე ეს ასეცავა, ისე ნუ მაგას მე დავში თქვენს მიხვდებით ახლა რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. კაი, დავიწყოთ ახლა დაჭმოდი ეს ვინც მომიჭრა იქა მაგარი უშნო და მოჭრილი და ეს მოჭრეთ ესე ლამაზად. აჰა, მომზადებთ, ესე დავდოთ. ეს გვინდა ესე, ეს გვინდა აქა გვინდა. ეს იქნება ჩვენი ლულა. ესე იგი ეს ასე დაახლოებით ხვდებით, ხო, როგორი გამოდის ესე მე შეერთება, მიდურდება. ესე იგი ხა რაღაც ეს არ დაგჭირდება. უბრალოდ ესეთი იარაღი დაახლოებით ესე ამასაკ მოვაგებ, ამასაკა და აი ეს ადგილი შეასრულებს აბზის მოვალეობას, აი ეს ადგილი აქამდე. აქ პიპკას გავუკეთებ, მე იმის კადრიც იქნება, ამას ესე დავხურავ. ესე მოსნაიბერო იქნება რა პატარა. ისეთი რა მინიმალისტური, თავარია ზომბი აპოკალიფსის დროს რაღაცა 500 მეტროში რაღაცა ვატკინოთ რა. კაი, ხა მე ამ ყველაფერს ახლა ამის გადაღების თავი ნამდვილად არ მაქვს. არც ნერვები არ მაქვს ახლა მაგას ჩალიჩი უნდა, ჯერ მეც არ ვიცი ხე სიმართლე გითხრა და მეც დასამოყარებელი მაგრამ და ტემპერატურები ვიცი და არც არაფერი. ამიტომ ახლა რა ვქნათ ის ჩვენ? ჩვენ ახლა ავდგეთ. მე ამას გავაკეთებ, მე ამას შევაერთებ ყველაფერს და მოვბრუნდები თქვენკენ. და მე უკვე დალჭი პატარას განახებთ რა. ამის შეერთების ნერვები ვისახ. ესე იგი ამათი შედუღება დამთავრდა. ნუ თუ შეხედავთ ასე თუ ისე ცოტა იარაღს გავს და მოდი ახლა გაგას სანამ ცხელი წეპოს პატარა პისტოლეტები ცხელდება ავხსნათ რა და როგორ იმუშავებს. ახლა აქ ჩასამაგრებელია ველოსიპედის პიპკას რო ეძახიან, ქართულად არ ვიცი რა ქვია. არ გამოვიყენოთ რუსული ჟარგონები. ნუ ასე ამ შემთხვევაში არ ვიცი სხვა რა ქვია და პიპკა მივაწერით თუ ქართულად არის და ისწავლა აქ. მე ნასოსი ჩაიბერება ჰაერი. ამ შემთხვევაში აქ ჩაკეტილია ეს, მედია ჩაკეტილია. What could go wrong? კი, ჩაკეტილია. ესე ჩაკეტილია, ისე გახსნი. ესე იგი აქ ჩაბერავ, ეს მთელი ჰაერის წნევა გროვდება აქ კონტაქტში. და შემდეგ აქ რო ჩადები მტყვიას, ეს რო დაიჭა, წკაპ და ეს გახსნის ამ ჰაერს და ეს მიაწვება ჰაერი, ჩაგროვილი წნევა და დიდი ძალით აქედან ისვრის, რასაც ჩავდებთ მტყვიას. ამის შედუღება სპეციალურად არ გაჩვენეთ, იმიტომ რომ არ მინდა რომ პატარებმა გაიმეორონ, მაინც არა უსაფრთხო რაღაცა რო დავტესტავ, იქიდანაც მიხვდებით რომ ცოტა არ იყოს ზედმეტი ძალა ის რაც სათამაშო შეიძლება გქონდეს. ამიტომ ყურადღებით იყავით, ფრთხილად იყავით, რაც თავარია, არავითარ შემთხვევაში ეს სახში არ გამიმეოროთ, მით უმეტეს თუ 18 წლამდე ხართ. ნუ დიდებმა რისკი საკუთარ თავზე აიღეთ, მაგრამ როცა რაღაცას შენით აკეთებ, ძალიან ბევრია იმის ალბათობა, რომ რაღაცა ცუდად წავიდეს და ეს ცუდად მოწავა რაღაცა და გაუცვლად მოწავა ხშირად ნიშნავს დაზიანებას. ამიტომ ახლა ვეცდები რომ რაც შეიძლება უსაფრთხოდ იყო და სათვალეს გავიგეთებ.
ვანებოთ გადავობას თავი. იმედია ყველაფერი კარგად წავა, რამე არ გასკდება. ნავი ხარ ჰაერი უნდა ჩავტვირთო ამაში ისეთი რომ მომკლას, მაგრამ მაინც რო არ დავზიანდეთ, ვეცადოთ რომ უსაფრთხოდ გავაკეთოთ ყველაფერი. ამას დაიჭერ, კარგათა ისე, ხელში მოჯენილად. ამისთვის სხვათა შორის მაგ გაკეთებული ბინოკლი დასამიზნებელი, რომელიც ჩვეულებრივი ტემუნდან გამოწერილი, იმისგან გავაკეთე რა, რა ქვია. ბინოკლის. ამიტომ ესე დაუმიზნებ, ნახოთ როგორი იქნება, ამას გახსნი და ისვრი. იმედები მაქვს. კაი, გადავიდეთ ახლა შემდეგ ნაწილზე და აქ ჩავამაგროთ ტიპია ძალიან ახლოს ვართ გატესტვასთან. აუ, კიდე ტყუები მაგას აკეთებდა. ტყუების გაკეთებას კიდე სპეციალურად არ განახებთ. ესე იგი, სანამ ამას აქ მოვათავსებთ, ეს ძალიან გლუვია და შეიძლება ის წეპო მოსრიალდეს, ამიტომ შიგნიდან ნაჩხაპნები დავუმატოთ. მაინც დიდად იმუშავებს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ დგება. მე როგორც ძალიან ფრთხილი ადამიანი გეუბნებთ. რაღაცა ხე მაქვს, სამიზნე გამოვიყენებ და იმას თუ გახვრიტავს, მაშინ პროექტი იქნება წარმატებული. ნუ, შემთხვევაში თუ არ აგვიფეთქდება. თუ აგვიფეთქდება, მე არ ვიცი, მე რაღაცა იქნება. თუ გადავრჩე, თუ ეს ვიდეო დებს, ესე იგი ცოცხალებ. ამიტომ არ შეგეშინეთ. კაი, ეს ჩავდოთ ხა აქ. ასე ამ მაძილზე ყოფა კაკაზე და ხა მოვიტანოთ ცხელი წეპო. ცხელ წეპოზე უკეთესი რამეცად შეიძლება გაკეთება, მაგრამ ჩანდავს. ოპა, ისდეთ. ამას მე ხა დალში დავამატებ, კარგად იმასვის რომ გავაცხელებ და მოგიბრუნებ. და მეგობრებო, დადგა ნანატრი მომენტი. ეს მე მგონი გაქვავებულია. ესე ჩაკეტილია და ნახოთ ახლა რამდენად დაიკავებს წნევას და რამდენ წნევას დაიკავებს და იმედი არას კარგად ხდება და თვალში არ მოგხსოვდა რა. იმედი ვიქონია. აი მანქანის ბურბალში რა წნევას ჩადის, ის წნევა ჩავდეროთ ახლა. მგონი ეს არ გამოუსხია უკვე. არცად არ ჯონავს. ოპა, მუშაობს. ეხლა ჩავდოთ ტყვია და დავტესტო. ნახოთ აბა, ცოტა მოშორებით დაუდგე. დაუბიზნო. ოპა. ამას ნახდათ არ მოვოდი. აჰა, იბატონო. ეს ამსისკის ხე თავისუფლად გახვით. ახლა გავაკეთოთ კიდე ნაცვლოსი და თავიდან ვცადოთ. იმაზე ძლიერია ვიდრე მეგონი. ესე იგი აქ არის წნევა ყველაფერი და კიდევ ერთი გასროლა სატესტო ნახოთ აბა. რამდენად სწორად ვისვრი. As I expected. გადავრჩი. როგორც ვატყობ, უკანა მხარე მოხდა და ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ ნიჩიო არაფერი არა. ყველას უმჯობესი იქნება თუ რაიმეთი დავლობავთ. ეს სამ შემთხვევაში არის ტაოტი. და ვცადოთ შემდეგი ტყვია, რომელიც იმედი მაქვს, რომ უკან არ მოგვიბრუნდება. წესი და უნდა მოგვიბრუნდეს, ეს ჩავკეტოთ. შემდეგი გასროლა და იმედი თავში უკან არ მოხდება. დიდი იმედი მაქვს. მომხდა, მაგრამ მეც უკან ამხრით მომხდა. კაი, ვცადოთ ხა slow motion. შედეგს ხედავთ, საკმაოდ მყარი ისაა ხე. აი, გამოძრობაზეც ეთყობა. აი, ესა მოვაძროთ ახლა. ვცადოთ კინაზე რასის. ეხლა ვცადოთ რომელივეს მაინც თუ გავარტყავთ ჩვენი ახალი სკოპით. ნახოთ აბა, რამდენად სწორად წაიღებს. შემდეგი მცდელობა. ნახოთ ამ შემთხვევაში სად წაიღებს მედალი.
აქ ბოლოში მიკროფონი დაგვიჯდა, ასე რომ აქედან გავაგრძელოთ, ესე იგი ეს არის ჩვენი მეტალის ქილა, რომელსაც როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი დაზიანება აქვს. ამ შემთხვევაში სადაც მოხდა ერთ მხარეს შევიდა და მეორე მხარესაც თითქმის გამოვიდა, აქეთ ამ მხარეს უბრალოდ პლასტმასმა არ გაუშვა და იმიტომ ესე დიდი ნახრეტი. არც თუ ისე თხელი რკინაა, საკმაოდ კარგად გაუმკლავდა, პლასტმასის განაწყობილი იარაღის ყოლობაზე საკმაოდ კარგი გამოვიდა. თუ მსგავსი სტილის ვიდეოები გაინტერესებთ, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, რომ ნახომეც გაინტერესებთ თუ არა და უფრო მეტად ვიწვალო შემდეგი ვიდეოსთვის და ბევრი უფრო და უფრო საინტერესო რაღაცეები მაქვს გეგმაში და უფრო საინტერესო რაღაცეების გამიკეთებია, ასე რომ არ დაზარდეთ.